გამარჯობათ. ვიწყებ მესამე აკვეთილის ჩაწერას გენიალური თამაშის გოს შესახებ. ჩვენ მეორე ჩანაწერში თამაშის ძირითად წესებზე ვისაუბრებთ. ეხლა ამ აკვეთილში საუბარი მექნება ასევე თამაშის წესებზე, მაგრამ ეს წესები უფრო ნიუანსური წესებია და ცოტა უფრო ღრმა, ცოტა უფრო ჩაღრმავებას, ასე ვთქვათ, მოითხოვს. ჩვენ ვიცით ქვის მოკლა, უკვე აი ეს თქვა თეთრების თქვა ვარია, ამ ფორმას ქვია ყვავილი, ანუ კი ქვის მოკლა ასევე უფრო იოლია დაფის პირველ ხაზზე მოთავსებული ქვის მოკლა. ეგრევე ზემოდან დააფარებს, ასე ვთქვათ და ეს ყვა ვეღასად გაიქცევა. და სამი სვლა არის მის მოსაკლავად საჭირო და არც ის აღარ შეგიძლიათ ბოლომდე არ მივიყვანოთ, ხო? მაგრამ მოდი ახლა ნახოთ ასეთი ცოტა უფრო სპეციფიკური განლაგება. დააკვირდით, მეგობრებო, განლაგებას. აი, შავებს აქვს პანუკი, ყვავილი და ერთ-ერთი მათი ქვა არის ატარიში, ანუ გარშემორტყმულია სამი მხრიდან თეთრების ქვებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ აი ეს ქვა თვითმკვლელი სვლა. ეს სვლა არ არის თვითმკვლელი სვლა, თეთრები კლავენ შავების აი ამ ქვას. მაგრამ დაფაზე რჩება ზუსტად იგივე ვითარება, ოღონდ უკვე შავების მხრიდან თეთრების მიმართ და შავებს ასევე შეუძლიათ წესების მიხედვით აიყვანონ თეთრების ეს ქვა. ეხლა დაჯდა იგივე წინანდელი პოზიცია, საწყისი პოზიცია. თეთრებსაც ხომ შეუძლიათ ისევ აიყვანონ. და ეხლა ისევ შავებს შეუძლიათ აიყვანონ და ასე, ნუ თუ ასე უნდა გაგრძელდეს უსასრულოდ, რა თქმა უნდა, ლოგიკა გვეუბნება, რომ ეს გამოვიდოდა გარკვეული სახით უაზრობა, რომ ასე შეიძლებოდეს. აი ამ წესს ქვია, მეგობრებო, კოს წესი. როდესაც თეთრები აიყვანენ შავების ქვას, შავებს ახლა თავის სვლაზე, პირველივე სვლაზე, უფლება არ აქვთ აიყვანონ. იმიტომ რომ ამ მოკლით მეორდება პოზიცია. და ამას ქვია კოს წესი, ანუ მარადიულობის წესი. არაფერია მარადიული, ასე მან გამოთქმის პერიფრაზი, ასე ვთქვათ, გოს ცხოვრებაში ცნობილი ფილოსოფიური წიაღწევა არის, რომ ერთ წყალში ორჯერ ვერ შეხვალ, თუ მეორე იმავე ადგილზე შეხვალ, იქ უკვე სხვა წყალი დაგხვდება, ხო? მოკლედ, ამ სვლაზე შავებს შეუძლიათ დააფის ნებისმიერ თავისუფალ პუნქტში, სადაც კი უნდათ ითამაშონ სვლა. და თუ თეთრებს შეუძლიათ დაკეტონ ეს და აღარ მოაკვლევინონ. მაგრამ ხშირია შემთხვევა, როდესაც თეთრები ტოვებენ მოსაკლავად, ტოვებენ შავებს. ეხლა უკვე თეთრებს შეუძლიათ ითამაშონ დაფის ნებისმიერ სხვა პუნქტში. და მომდევნო სვლაზე თუ შავები არ ჩაკეტავენ და დაუტოვებენ მოსაკლავად, შემდეგ სვლაზე უკვე შეუძლიათ თეთრებს მოკლავენ. ეხლა ისევ შავებს არ შეუძლიათ უნდა ითამაშონ დაფის სხვა ნაწილში და შემდეგ სვლაზე მოკლან და ასე შემდეგ. აი ეს მომენტი ყველაზე მეტად გაუჭირდა კომპიუტერს ახმან და კიდევ არის აი სეკის შემდეგში, რომელსაც სეკის პოზიცია, რომელსაც ამის შემდეგ განვიხილავთ და იმიტომ დააგვიანდა ადამიანისთვის მოგება ჭადრაკთან შედარებით. საქმე იმაშია, რომ აი ის დამატებითი სვლა, რომელიც ქვის მოკლამდე უნდა გააკეთონ, ზოგიერთ შემთხვევაში, პატარა დაფაზეთ, საშუალოზე და აქაც, აი ჭადრაკის ცუცვანგისებურ ვარიანტები შეიძლება მოქცეს ამან. და რომელიმე მხარეს აწყობდეს, რომ თეთრებს აიძულოს სადღაც ითამაშონ და ძალიან აი ეს ყო შეიძლება გაგრძელდეს არა 1 და 2 და 3 სვლა, არამედ ზოგჯერ გაცილებით მეტი 10 სვლაც კი შეიძლება გაგრძელდეს სიტყვაზე და
ის უკვე დაფაზე ვითარებას, აი ის იძულებითი ჭყალებში იძულებითი სვლები, რომელიც უნდა გააკეთოს ქვის მოკლამდე, დაფაზე ვითარებას ცვლის და ეს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მომენტი არის. მოკლედ ვისწავლეთ კოს წესი. კოს გაგება დამწყებებს თავიდან უფრო უჭირთ, ანუ მნიშვნელობა ამ წესის და არ უყვართ ხოლმე კორთავბრძოლაში ჩაბმა, გამოთქმაც კი არის ასეთი, თუ არ გიყვარს კო, არ ითამაშო გო. ასე რომ სიღრმეებში ვინც დააპირებს სწავლას, შემდეგ მოუწევს რომ კოს შეიყვაროს. ეხლა მოდით მეგობრებო დავაწყოთ დაფაზე ასეთი პოზიცია, ასეთი განლაგება. მოგბატონო 5 აბა ყურადღებით დავაკვირდეთ დაფაზე ასე, ნუ გარეთ შეიძლება კიდევ რაღაც ქვები იყოს. ამას ასეთი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც. დავაკვირდეთ კუთხეში წარმოქმნილ პოზიციას. ნეტოქეების ქვები ისე არის ერთმანეთში ჩახლართული, რომ თითქოს თეთრიც აპირებს შავების სამი ქვის მოკლას, განადგურებას, აღარ დარჩა, ორი დამი აქვს. და თავის მხრივ შავებსაც გარშემორტყმული აქვს, ხედავთ თეთრების 4 ქვა და თეთრებსაც 2 დამი აქვს. აი აქ თუ დაუფიქრებლად და აჩქარებით ითამაშებს რომელიმე მხარე, მაგალითად თეთრებმა მოკვლავთ უკვე ამას ითამაშეს თქვა, აი აქ ამ დროს და აპირებენ ერთი დამე დარჩა შავებს და აპირებენ და მომდევნო სვლაზე შავების ქვებს მოკლავთ, მაგრამ სინამდვილეში რახან 2 დამე ქონდათ თავადაც ერთი დამე მოუკეტეს შავებს, რა თვითონაც მოიკეტეს ერთი დამე და შავი გადებს აქ და თეთრების 5 ქვა განადგურებულია. აღარ ამბობ ყველაფერს. ანუ ამ სულ სწრაფობამ რომ მოკლავთ, თუ თეთრები ამ პუნქტში ითამაშებენ, იგივე ვითარება იგივეა, მათი 5 ქვა მოგდება. ეხლა თუ შავების სვლა და შავები დააპირებენ იგივეს, აი ითამაშებენ აქ და მომდევნო სვლაზე ამ 4 ქვას მოკლავთო, სინამდვილეში თვითონაც ერთი დამე დარჩებათ, მოიკეტავენ თავის ბოლო დამეს და თეთრები მოკლავენ. მაშინ რა გამოდის, მეგობრებო? ამ შემთხვევაში აი აქ თამაში არც ერთ მხარეს არ აწყობს. ვინც აქ ითამაშებს, ის კუთხეს წააგებს. და რამდენი ქულას აგებს, ნახეთ? 4 ქულას და პლუს დამატებითი. თეთრები 4 ქვას და პლუს 6 პუნქტს. იგივე ითქმის შავებზე 3 ქულა. აი ამ პოზიციას, ამ ვითარებას, დაფაზე ამ ვითარებას, ოდესაც არც ერთ მხარეს კუთხეში სვლის თამაში არ აწყობს, ქვია მეგობრებო სეკი. და ბოლოს აი ეს 2 პუნქტი თამაშის ბოლოს არც ერთ მხარეს ნეიტრალურ პუნქტად ცხადდება და არც ერთ მხარეს არ ეწერება. მე მახსენდება ჩემს ბავშვობაში და ახალგაზრდობაში იყო ასეთი თამაში, ბანკოსი, კარტით თამაში, ქვიოდა სეკა. რომელსაც ალბათ ყველა ქორწილების და აღზარვის ქორწილების დღეებში უბრალოდ როდესაც მეფე-პატარძალი აგვიანდება, თამაშობდნენ განუწყვეტლივ. და ქვიოდა სეკა. აი როდესაც დაждდებოდა ორ მოწინააღმდეგე გადახსნიდა თავის კარტს და თანაბარი ზალის კარტი აღმოჩნდებოდა თხეში, იმ პოზიციას ქვიოდა სეკა. და მაშინ მომივიდა აზრად, როდესაც ეს მივხვდი, რომ ალბათ აქედან მოდის, რომ სხვაგან ეს ასეთი დასახელება არ გამიგია. მოდი ახლა მეგობრებო, ასეთი ვითარება დავაწყოთ ჩვენ დაფაზე.
ჩვენ ნახეთ რომ აი ამას ქვია თვალი თუ ჩანს კარგად ზემოთ ხომარჯვებია დავაწყო. მოდი ზემოთ დავაწყოთ, მეგონი უფრო კარგად გამოჩნდება. შავები იყო დაცვის პოზიციაში. აი გვახსოვს რომ ამას ქვია თვალი და აი ასეთ ვითარებაში ვიტყვით რომ შავებს თავების ჯგუფს აქვს ორი თვალი. თუ შავები ძალიანად გარშემორტყმული არიან, ანუ წარმოვიდგინოთ ასეთი პოზიცია, აი ეს ქვა ჯერ არ დევს. დავაკვირდეთ ყურადღებით, მეგობრებო. თუ შავების სვლა არის, შავმა უნდა დადოს აუცილებლად აქ და შეიქმნას ორი თვალი. თუ შავმა ორი თვალი ააგო, ეს ჯგუფი უკვე ვიცით რომ არის ცოცხალი. თეთრები ამას ვერასდროს ვერ მოგა. თუ ითამაშა სხვაგან, დაუშვათ ითამაშა აქ. შეცდომით. თეთრი ითამაშებს და მომდევნო სვლაზე ემუქრება მოკლით. შავი ფიქრობს რომ აი მე თვითონ მოკვლავ ჯერო, მაგრამ როდესაც მოკრავს, აი ამას უკვე ხელყუმბარის ჩაგდება ქვია. ჩააგდებს და თეთრების, შავების აი ეს ყველა ქვები უკვე მოკლულია. თეთრები მიიღებენ 5 ქვას, თუ 6 შავების და პლუს ამ ტერიტორიას. მაშ რა გამოვიდა? მოდი კიდევ ერთხელ დავაბრუნოთ პოზიცია. ეხლა თუ თეთრების სვლა, აი ასე თუ შავების სვლა, ჩვენ ნახეთ რომ არსად გარდა ამ პუნქტისა თამაში შავებს არ აწყობ, თუ აქ ითამაშებენ ჯგუფი ცოცხალია, მაგრამ თუ თეთრების სვლა, თეთრებმა უნდა ითამაშონ იმ პუნქტში, სადაც რომელიც არის შავებისთვის გადამრჩენელი. ეხლა თუ შავი ითამაშებს აქ, ან აქ, მომდევნო სვლაზე თეთრები მას მოკლავენ. მაგრამ თუ შავები არ ითამაშებენ საერთოდ, თეთრები ითამაშებენ იქ და თუ შავები მათ მოკლავენ, თეთრები ხელახლა ითამაშებენ აქ და შავები კიდევ მოკლავენ და შავებმა მოკლეს ორი ქვა, მაგრამ თეთრები აი ხელყუმბარის ჩაგდებით მოკლავენ ისევ ამ 7 ქვას და მიიღებენ 7 ქულას მოკლული ქვებით და პლუს ტერიტორიას. და რა გამოვიდა? აი ეს პუნქტი ამას ქვია საკვანძო პუნქტები, მეგობრებო. საკვანძო პუნქტია. იმიტომ რომ შავებისთვის გადამრჩენელი, ხოლო თეთრებისთვის კი ჯგუფის მომაკვდინებელი, ჯგუფის მომკვლელი, აი ნაკადი ქვია ამას იაპონური ტერმინით. საკვანძო პუნქტი, ანუ ნაკადი. აი ასეთი ეს არის უმარტივესი ამოცანა ერთ-ერთი კუთხის ჯგუფების სიკვდილ სიცოცხლეზე, ანუ ცუმეგო, როგორც ითხარი. ასეთი ამოცანები უამრავია, ამაზე მთელი წიგნიც არსებობს, კუთხის ჯგუფების სიკვდილ სიცოცხლის საკითხი. მოდი მეგობრებო, ამ გაკვეთილის ბოლოსთვის კიდევ ერთ ძალიან საინტერესო მაგალითს დავაწყობ, რომელიც ჩვენს ამ ნაწილში განხილული მაგალითებიდან ყველაზე საინტერესო შეიძლება უნდა მოგეჩვენოთ ჩემი აზრით და ასევე ცოტა უფრო რთული განხილულია. აი დავაკვირდეთ დაფაზე წარმოქმნილ ვითარებას. აი ეს განლაგება ვაგონებს ბუდეს, წეროს ბუდე უწოდებენ აი ამ მაგალითს დავაკვირდეთ. აი ეს ერთი წერო აპირებს ბუდიდან გაფრენას, ასე წარმოვიდგინეთ. და ისმის კითხვა, მოახერხებს თუ არა გადარჩენას ჯგუფი და წერო გაფრენას, თუ მოახერხებენ შავები მოკლა თეთრების ეს ჯგუფი.
აი დავაკვირდეთ, თუ შავი ითამაშებს აქ, თეთრები ითამაშებენ, აი აქ გადაება უკვე გაფრენილი თავარქვა წერო. ბუდეში დარჩენილი ჯგუფებს და უკვე 1 2 3 4 დამეაქვს და ამ ჯგუფს შავი ვეღარ დაეწევია. იგივე იქნება, რა თქმა უნდა, აქეთ სიმეტრიულ ლაზე. ეხლა თუ სადმე შორიდან შემოულით და აღარ გაუშვებთო იტყვის ანაკედან, ხო? მაშინ თეთრი ითამაშებს აი აქ, ამას ირიბი გადაბმა ქვია, მეგობრებო. აი ეს ხომ არის ქვების გადაბმა. აი ეს ასევე გადაბმა. აი ასეთი სვლაც არის გადაბმა, იმიტომ რომ თუ მეტოქე აქედან შეესწება გაჭრას ამ ჯგუფისას, გაწყვეტას, თეთრი აქედან გადაებნება, ხოლო თუ აქედან შეესწება გაწყვეტას, მაშინ აქედან გადაებნება და ესეც გადაბმა. ანუ თუ შორიდან დააპირებს შავი გაჭერას, თეთრი ითამაშებს აქ, ეს ჯგუფი, ეს ორი უკვე გადაბმულია და შემდეგ მიებმება თავის ჯგუფს, აქედან ვეღარ გაწყვეტავთ და გაფრინდება, გაიქცება. მას დარჩა ფაქტიურად ერთადერთი სვლა, რომ ითამაშონ შავებმა. ეხლა რა სვლა უნდა ითამაშონ თეთრებმა? რა თქმა უნდა, თუ მიცეს საშუალება შავებს იგნორირება გაუკეთეს, მოკლავენ ამ ქვას და ის ერთი გადარჩება, გაიქცევა. თუ შავმა ითამაშა ასეთი სვლა, ნუ თეთრი, რა თქმა უნდა, აქ კვდება და უნდა ითამაშოს აქ. მაგრამ აქედან უკვე კვდება. თუ ამ სვისმერი არის თეთრების სვლა, უკაცრავად, თეთრების სვლა. თუ აქ ითამაშებს თეთრი, შეხედეთ მეგობრებო, მაშინ შავმა აქ მომდევნო სვლაზე უკვე თეთრი გადაებმება გაქცეულ ქვას და გადარჩება. ესე იგი, ეხლა თუ ითამაშა აქ, მაშინ თეთრი მოკლავს ამ ქვას, შავების ამ ქვას მოკლავს და ეს ჯგუფი უკვე გაიქცევა, ასევე გადარჩება. მაშინ რა გამოდის? აი ამ სვლის შემდეგ უმეტესობა აკეთებს აქედან გადაბმას, რომ ეს ქვა გადაარჩინოს. და ამ შემთხვევაში თეთრი გადაებმება და გადარჩება. წერო გაფრინდება ბუდიდან. ესე იგი, ამ შემთხვევაში საკვანძო პუნქტი გამოდის აი ეს პუნქტი. და თუ ეხლა თეთრი მოკლავს ამას, მეგობრებო, მაშინ შავები თამაშობენ აი აქ და აი ეს ხუთი ქვა არის ატარიში, აი ამ სვლით კვდება და იძულებული არიან აქ ითამაშონ თეთრებმა და შავები კლავენ თელ ჯგუფს. ნუ მე მგონი მართლაც საინტერესო. აი ასეთი ტიპის ამოცანები არის უამრავი და პარტიის გამავლობაში ასევე მსგავსი ვითარებები და შეიძლება გაცილებით კიდევ რთული წარმოიშვება პატარა დაფაზეც, დიდ დაფაზე კიდევ განსაკუთრებით და ვინც შეიყვარებს ამოცანების ამოხსნას, რომელიც უამრავი არის ინტერნეტ სივრცეშიც არსებობს წიგნებიც, ის რა თქმა უნდა უფრო სწრაფად წავა წინ და ასევე თამაშის სიღრმეებს უფრო სწრაფად დაეუფლა. ეს იყო ამ გაკვეთილის თემა, რამოდენიმე ნიუანსური წესის შესახებ და მომდევნო ჩანაწერში ვისაუბრებ ტერიტორიის შესახებ. მადლობა ყურადღებისთვის.